მოგესალმებით, მე ვარ forlessons.lin-ის ადმინისტრატორი. საიზე შემოვიდა ესეთი თხოვნა. CS სერვერი როგორ გავაკეთო, სრული გაკვეთილი დადეთ. ახლა მიავასრულებ ამ თხოვნას. ესე იგი, Counter-Strike-ის სერვერი რომ გავაკეთოთ, ამისათვის ჩვენ დაგვჭირდება ესეთი პატჩი. მე გამოვიყენებ პატჩის ვერსიას 19, რომ ყველაზე კარგი პატჩია, თუ მე დამეკითხებით. ესე იგი, თავდაპირველად დავაინსტალირებთ ამ პატჩს. მივთითებთ ენას. შემდეგ აქ მივცემთ next. იგივე. და აქ მივთითებთ იმ პაპკას, სადაც გვაქვს counter-ი დაინსტალირებული. ესე იგი, my კომპიუტერი, დისკი, game. მე ახლა ცოტა სხვანაირი counter-ი მაქვს და ამაში დავაინსტალირებ. ესე იგი, დავალოდებით სანამ ეს შეივსება. არც ისეთი დრო არ ჭირდება ამის შევსებას. ეს უკვე მორჩა. ახლა მივცემთ ისევ next. აქ მივცემთ finish-ს, არ გვინდა არავანთოთ. ესე იგი, პატჩი უკვე დაყენებულია. ახლა უნდა დავაყენოთ IMX-ი. მე აქ გადმოწერილი მაქვს ერთი IMX და დარედაქტირებული, მაგრამ ამ გაკვეთილში ასევე გასწავლეთ თუ როგორ დავარედაქტიროთ ეს IMX-ი. ესე იგი, ჩავრთოთ. აქ ამოვარდება ესეთი პაპკები, add-ons, model, split და სხვადასხვა ფაილები. ესე იგი, გავხსნათ თავდაპირველად server Microsoft Office დოკუმენტი. ამაში იქნება ესეთი ნაწერები და აქედან შეგვიძლია ავირჩიოთ ჩვენთვის, აქ ჩავწერთ ჩვენთვის ასრულებელ წარწერებს. ესე იგი, აქ სერვერის სისწრაფე, რამდენი გვინდა რომ იყოს. აქ ტურიდან ტურში გადასასვლელი დრო, freeze time-ი, აქ რაუნდის დამთავრების დრო და ეს force კამერა, კამერა რა, როდესაც მკვდარი ხარ იმ დროს ყურების ეფექტები. აქ არის კიდევ სხვადასხვები, მაგრამ ესენი დავტოვოთ ჩვეულებრივად და შევინახოთ. შემდეგ აქ არის ესეთი ფაილი rebui. ამაში ხელს არ მოვკიდებთ არაფერს, დავტოვებთ ჩვეულებრივად. და აქ ყველაფერი იქნება ესე. ეხლა არის აქ მთავარი add-ons პაპკა. ესე იგი, ჩავთვალოთ add-ons, შემდეგ IMX modix. და აქ გავხსნათ ესეთი ფაილი configs. აქ გავხსნათ user სუბოლოში. და როდესაც ჩამოვალთ ბოლოში, აქ მე გაკეთებული მაქვს ესე admin-ის ფაილები. ესე იგი, აქ admin-ის IP-ს რაც მიწერია, ამ ადგილას ჩავწერთ admin-ის IP-ს. აქ ბოლოში თუ გვინდა ჩავწერთ სახელს, თუ გვინდა და არაფერს არ ვიზამთ და დავასეივებთ ჩვეულებრივად. შემდეგ გავხსნათ ესეთი Microsoft Office დოკუმენტი IMX. აი ესა. აქედან ჩამოვალთ ქვემოთ და მოვძებნით აი ესეთ რამ, ესეთ მომენტს. Center type color message. და აი ამის ქვემოთ რაც იქნება, ეს არის უკვე ყველაფერი მესიჯები, რომელი მესიჯებსაც თვითონ IMX-ი არ ეკლამებს და თამაშის პროცესში გამოდის ხოლმე. ესე იგი, აქ შეგვიძლია ჩვენ თვითონ ვარეგულიროთ. აი აქ default value-ის შემდეგ არის 2 წერტილი და 2 ხაზი. ზედა ხაზები. და ამების შემდეგ ჩავწერთ ასრულებელ ტექსტს. ოღონდ ბოლოში უნდა იყოს აუცილებლად აი ესე. და აქ ვაკეთებთ ყველაფერს იგივეს. და ასე შემდეგ ყველაფერზე სასურველს ვაყენებთ. აი ეს. და ახლა დავასაივებთ ამას ჩვეულებრივად. და ამით ჩვენ უკვე ძირითადი ნაწილი დარედაქტირებული გვაქვს სერვერის. ეხლა ეს ყველაფერი დავაკოპიროთ
და შევიდეთ Counter Strike-ის მთავარ პაპკაში. შემდეგ Strike და აქ ჩავყაროთ ყველაფერი. დავრულოთ ამის ჩაყარას. ესენი უკვე ჩაიყარა. ეხლა დავბრუნდეთ ერთი ბრძანებით უკან და აქ იქნება HLDS. აი ესა. და ჩავთოთ ესა. პაჩი თუ არა გვაქვს დაყენებული, ისი აზრი არ აქვს, ეს არ ჩაირთვება. პაჩი უნდა გქონდეს აუცილებლად დაყენებული. ეხლა დავალოდოთ ამის ჩართვას. აი აქ პირველში games არა წერია მითითოთ თამაშის ტიპი. აქ server name-ში სერვერის სახელი. აქ მთავარ ტურად რა გვინდა რომ იყოს. network-ში აუცილებლად მივთითოთ LAN. max players-თან რა წერია აქ მოთამაშეების რაოდენობა. თუ სახლის სერვერი გინდათ რომ დადგათ უმჯობესი არის რომ არ იყოს 16-18 კაციან სერვერზე მაღალი, იმიტომ რომ მე ყველანაირ ინტერნეტზე პინგავს. შემდეგ აქ პორტი, სასურველი და აქ for password. ანუ სერვერის პაროლი იყოს for lessons in. აი აქ secure და valve anti-cheat რა წერია. ეს დავტოვოთ ესე. არ ავანთოთ არაფერი აქ. და მივცემთ start server. აი სერვერი უკვე ჩართული არის. ეს არის თქვენი სერვერის IP მისამართი, დავაკოპირებ და ჩვეულებრივად შევალთ. აქ უკვე კონფიგურაციებია, სტატისტიკა, აქ მოთამაშეები, ახლა არავინ არ მოთამაშე თავისთავად. აქ კონსოლ ბრძანებები. აქედან ჩვენ შეგვიძლია ჩვეულებრივად გაკეთება სხვადასხვა რამის, მაგალითად ტური შეცვლის. ესე enter და დაველოდებით ცოტა ხანი შეიცვლება. აი როგორც ხედავთ map შეიცვალა დედასტვაური გახდა რა და აქამდე იყო დასადვა A. ამით ეს ვიდეო კურსი დასრულებულია. ეს არის საერთოდ რიგით მეორე გაკვეთილი, მაგრამ მე თავიდან ეს გადავიღე. დამავიწყდა გადამეღო გაკვეთილები პორტის გახსნის და ასე შემდეგ. ამით ეს ვიდეო კურსი დასრულებულია. პირველ ნაწილს ამ გაკვეთილისას უახლოეს მომავალში ელოდეთ. ნახვამდის.